ძალიან მიხარია რომ ასეთ გახარებულები ხართ დღეს. წელი რომელიც ჩვენ გადავტანით ყველაზე რთული, რაც კი ჩვენს პროფესიაში მოსვლებს გვახსოვს. ძალიან მიხარია რომ აყოფთ ზიათი. და მინდა გითხრათ რომ ზია მაყავს ესე თავისი კოლეგებით. მას უთხარი როცა ბოლოს დაიკა მომავალი ქართლის შეხვედრაზე წამოსვლას და მითხრა რომ გადაეცე ყველას ძალიან უნდა რომ გადაეცე ყველას ჩემი პატრიოცება და ძალიან მომაყობ მათი პროფესიონალიზმით, მათი შეუპოვრებით და განსაკუთრებით მათი სოლიდარობით, რომ მათი ხმა მე ამ ავსტრიაში ძალიან გამიჭირდებოდა. მართლა უჭირს მას, მაგრამ ის არის ძალიან შეუპოვარი და მან ვერ მოახერხა ასე ვთქვათ საკუთარი სინდისის, საკუთარი პროფესიული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ და ამ კანონმდებლობაში ზიას 16 დეკემბერს გადასცემენ სახაროვის პრემიას და მინდა გითხრათ რომ მისი სიტყვაც ასევე იწყება მით რომ ის ამაყობს თავისი ქართველი კოლეგებით და ის ამჭიროს იღებს თავისი ქართველი კოლეგებისთვის, თავისი ქართველი კოლეგების შეუპოვრებისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის. ასე რომ დიდი მადლობა ჩემგან, სოლიდარობისთვის, დიდი მადლობა ზიასგან სოლიდარობისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ზიას, რომ ჩვენი კრიზისები, ასე ვთქვათ, ყველაფერი საკუთარ თავზე მიიღო, გაუძლო და გავხსნას იქიდან, ასე რომ ბრძოლაც სამგენი არ არის.